გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ისრაელიდან. დღეს ჩვენ მივდივართ სათევზაოდ. ქართველ ემიგრანტებთან ერთად ვარ ამჟამად და ვემზადებით ერთად სათევზაოდ. დღეს მეგზურობას გამიწევენ ჩემი სვანი ძმები. ესენი არიან თევზების რისხვა, ზურა ჩხუმიანი, ლაშა გერლიანი, ზურა თავდიდიშვილი და ბეკა ნავერიანი. თევზაობა გადავწყვეტეთ მდინარე იორდანეზე, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც წმინდა მიწას ესაზღვრებიან კეთილად განწყობილი მეზობლები. კეთილად რა თქმა უნდა ბრჭყალებში. მოგეხსენებათ დღეს ისრაელში არასტაბილური მდგომარეობა, მაგრამ ისრაელის საჰაერო თავდაცვა იმდენად საიმედოა, რომ ჩვენც თავს გვგრძნობთ უსაფრთხოდ. გზად კი გვხვდება ძალიან მოვილი ციტრუსის, კენკრისა და ბანანის პლანტაციები. გზად ბანანის პლანტაციამ დამაინტერესა და გადავწყვიტე დამეთვალიერებინა. რატომღაც მეგონა რომ ბანანი ხე იყო, თუმცა აქ გავიგე რომ თურმე ბანანი გიგანტური ბალახი ყოფილა. დიახ, არ მოგესმათ, გიგანტური ბალახი, რომელსაც კრეფის შემდეგ ჭრიან და როგორც ბალახი ისევე თავიდან ამოდის. ესე გამოიყურება ბანანი. ჩვენი ქალაქიდან გავიარეთ 150 კილომეტრი და მივუახლოვდით მდინარე იარდენს. მაგისტრალიდან გადავხვით და დავიწყეთ დაშვება მდინარისკენ. მე ტრადიციად მაქვს ლამაზი ადგილების მანქანის სახურავიდან თვალიერება. ტრადიცია არც ისრაელში არ დავარღვე და ავძვერი მანქანის სახურავზე, თუმცა მანქანის მეპატრონე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, მაგრამ ქართულმა სტუმართ მოყვარეობამ არ მისცა უარესთქმის უფლება და მეც სახურავზე აღმოჩნდი. ახლა ბიჭებო ماشینسی جمع دا ماشینش و همه دا ایش خیلی سسپت نمونه ماشین დისტრიბიუტორები დარბიან, მაგრამ ვერ ხედავ ბიჭო. აჰა, დაიკავეს, თაბაკლი წყალი დაიკავეს. მე ჯიბეში წყალი საჭირო თემაა ისრაელში. ესეც მდინარე იორდანი. იორდანი ითვლება მსოფლიოს უწმინდეს მდინარედ. ძველი აღთქმის შესაბამისად, იესო ნავესმა ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები გადაიყვანა სასწაულებრივად გადაწეულ იორდანის წყლებზე და ამით დასრულდა ებრაელთა 40 წლიანი ხეტიალი უდაბნოში. ხოლო ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ იორდანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით. მდინარე სათავეს იღებს მთა ხერმონის მისადგომებთან. გაედინება კინერეთის ტბაზე და უერთდება მკვდარ ზღვას. ქვემო დინებაში ის წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ისრაელის და იორდანიის შორის. მისი სიგრძე შეადგენს 210 კილომეტრს. მე, როგორც პროფესიონალმა მეთევზემ, შევარჩიე ადგილი, სადაც მოვკალათდი და დავიწყე ანკესი თევზაობა. ჩემმა პროფესიონალიზმმა არ გაჭრა და ერთი თევზით კი ვერ წამოვაგე ანკესს. არა და მდინარე სავსე იყო თევზებით. პროფესიონალიზმის ბრალია. სამაგიეროდ ზურამ ამოყარა პირველივე ბადის ტყორცნაზე თევზები.
მის მაგიერი დავიჭირე გიორგი. ჩაბუდან, გასიზა. ყარაბურა. მიდი ახლა წაიდა დაიჭირე თევზი. დავიჭირებე უკვე. დაიჭირე, სადაა მე? ესია ჩემოკარგებო, მე ვთევზაობ და ესენი მზამზარეულს მიირთმევენ. რა ყოფილხართ ეს სვანები კაცო? ასეთ რაღაცებს რო ვარაკო, მე გიყვირს. ასეთ თევზს ვიძახი, მომსოჭრილი მო. თუდი რა ვთქვი? მაგას მოყიდა ეს ყვანს. დანა სად არის დანა? ეხა დანა, ზურა, დანა, გაინძერით ბიჭო. ახლა მოვიდა. ვინ არის ეს ხალხი კაცო, გადამრევს ეს ხალხი კაცო. აი თევზის შეწვის დროს იქიდან გამომდინარე ამას აქვს ძალიან ბევრი ისა რა ქვია ძვალი უნდა დავსეროთ ასე რაც შეიძლება პატარ-პატარებად ასე რომ მე შეწვის დროს ის ძვალი შეიწვას და ჭამის დროს არ შეგვაწუხოს იქიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ ასე ეს არის ბუნებაში თევზის შეწვის მეთოდის დროს ყველას გამოგადგებათ ასე რომ მეგობრებო გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გამოიწერეთ ჩვენი არხი. სხვა უამრავ სასარგებლო რაღაც ვიდეოებს კიდე ნახავთ ჩვენს არხზე. მოდა მეგობრებო გურიო მხარეზე სერავისი. აი ეს ძვლების გამოიჭრები. ამას აქვს ამ მონაკვეთში წვრილი ძვლები და ეს ასე რომ დასერავ ყავაში ასე. ის ძვალიც იხრაკება შიგნით და მე არ გაწუხებს ჭამის დროს კარგი. ვაა! ზურამ კიდე თევზი დაიჭირა ბიჭო. ზურა შენ არ ხუმრობ ძმაო, კოჩაღ. აგერ ძმაო ესმის კაც და მოკალი თუ გინდა რა. ნახე როგორ საკაიფო წამოვაგო ნახე. ეს ქორწის დაშლის იმდენ თევზი დავიჭირე თუ ძმა ხარ. კი ბატონო. ასე მეგობრებო, კარგად დამუშავებული სვანური მარილი წასული, რაც ფავარია სვანური მარილი. მერე ვდებთ ნაკვერჩხალზე აგერ და ველოდებით შეწვას. ის გასინჯვის პროცესი. აბა გავსინჯოთ ეხლა რა გამოგვივიდა. ამაგარი. გასტურა? სანამ მეორე პორცია შევწვამდით, ბექამ კიდევ 4 თევზი დაიჭირა. სახლში ცხერცარიელები არ წავსულიერთ. ნახე ბიჭო. ოჩაღ ბექუნია. მოკლედ მეგობრებო, აი, გაკურთულები მივდივარ სახლში. კარგად ვითევზავით დღეს. შემდეგი ვიდეო იქნება ლოქოზე ნადირობა. ეს ვიდეო შარშან გადავიღე. გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ ეხლა მოვახერხე მონტაჟი. ერთ თვეში ისევ მივდივარ ისრაელში და აუცილებლად შემოგთავაზებთ ლოქოზე ნადირობას. მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. თქვენი გამოწერა ძალიან ეხმარება არხის განვითარებას. აბა მომავალ შეხვედრამდე. კეთილი სურვილებით.